ბაჩო ახალაიასთან მონიტორინგის ჯგუფის წევრები შედიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეგობარი თია თუთბერიძე აცხადებს, რომ გუშინ გვიანღამით სასჯელ აღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში, სადაც ბაჩო ახალაია იმყოფება, ყვირილის და აგრესიული შეძახილების ხმა ისმოდა. თუთბერიძის განმარტებით ბაჩო ახალაიას მისამართით აგრესიულ შეძახილებს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების მხრიდან ჰქონდა ადგილი. აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს და სასჯელ აღსრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აცნობეს. ბაჩო ახალაიას დღეს მისი ადვოკატი დავით დეკანოიძეს მოინახულებს. ისინი ამით ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სწორხალ დაუკავშირდით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, დაუკავშირდით მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს და ვთხოვეთ შევიდნენ, იყვნენ მოსულები ერთ-ერთი მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლებმაც დაადასტურეს ანუ ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ, რომ ესეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ჩემთვის უცნობია შევალ ახლა და გავიგებ. მე ჩვეულებრივად დროდადრო ვნახულობ ხოლმე ჩემ დასაცავს და ეხლაც მოვედი იმისთვის, რომ ვნახო, შევალ და გავიგებ რა ხდება.